მოგესალმებით, კлау აჭარაბეთში ვიმყოფებით, რომელმაც ისევ დამით მოსივცე, ჩემი არხის წარდგენის გახლავთ და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. დღეს უკვე ჩემი სტუმარია რომან დოლიძე. როგორ ხარ რომან? გამარჯობა. სერიოზული ბრძოლა ჩაგენიშნა, როგორ გძნობ თავს? ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, როგორ ვიძნობ თავს, წონა არ მექნება ბევრი დასაკლები, ცოტა გახარებული ვიქნები ამით. ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ზუსტად დავიწყოთ საუბარი, ეს რენიერ დერიდერია შენი მეტოქე და ისე მოხდა რომ ორი ტოპ საშუალო წონოსანი მებრძოლი ხვდებით 93-ში. რატომ? არ ვიცი, ალბათ ორივე ასე გადავწყვიტეთ. მე არ ვიცოდი რომ ასეც გადაწყვეტილი ქონდა რომ შეიცვალა წონით კატეგორია, მაგრამ თუ გახსოვს მე მინდოდა მასთან ბრძოლა, რამოდენიმეჯერ გამოვიძახი კიდევ 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მაშინ ბრძოლა არ შედგა და ძალიან გამიხარდა რომ 93-ში დერიდერი მივიღე. ზოგადად დერიდერის გარდა თუ ყავდა ვინმე სხვა მეტოქე, არასასურველი, მათი მხრიდან თუ იყო შემოთავაზება? რაღაც შემოთავაზებები მქონდა, ზუსტად ვერ ვიხსენებ სახელებს, მაგრამ კონკრეტულად საუბარი რომ დავიწყეთ, დერიდერი იყო ერთ-ერთი პირველი შემოთავაზება. გასაგებია. ბოდიში გამახსენებ. გახსენდა? მოდესტას ბუკაუსკასი. ეს ბიჭი იყო, შემოთავაზეს, მაგრამ იმ პერიოდში ვიზა არ მქონდა ხელს. ერთ კვირაში უნდა ჩავსულიყო. და ვერ მოვასწარეთ. შენ ზოგადად არც ერთ ბრძოლაზე უარს არ ამბობ. ეს ცნობილია, ბევრჯერ გითქვამს ჩემთვისაც. იმიტომ მაქვს კარგი კონტრაქტი. იმიტომაც გაქვს კარგი კონტრაქტი. მაგრამ სტილიდან გამომდინარე, აი დერიდერი ხო იყო ნამდვილად შენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეტოქი. კი. და დერიდერიზე სულს რაღაც ხო, რატომ არის? რატომ არის? მე პირველ რიგში მე მახსოვს მისი ბრძოლა, თუ არ ვცდები ჰოლანდთან მქონდა ბრძოლა და ბრძოლის შემდეგ მას მერაბის ბრძოლაზე ვიყავი ჩასული, თუ სწორად მახსოვს. კალიფორნიაში იყო ბრძოლა მერაბის უმართან. და იქ დერიდერს ჰოლანდთან მქონდა. და რომ უყურე სუფთა მოჭიდავია რა, გრეპლინგი ცდილობს ბრძოლები მოიგოს, შემდეგ რამოდენიმე ბრძოლა კიდეც ვნახეთ, რომ დგომშიც მოიგო, ძალიან დამაჯერებლად მე შემეკითხებით, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაღაც ფიზიკური ძალა საკმარისად არ აქვს დგომში და ძალიან ნელია, მაგრამ ძალიან კარგი გრეპლინგი აქვს და მუხლებით დაიწყო კარგად მუშაობა. გაგიკვირდება, მაგრამ პირველად ვუყურე ჩემ ოპონენტს ბრძოლებს. ამაზეც მინდა კითხო. სად ემზადები? უпростоრად ალბათ უკვე დაიწყე მომზადება, მაგრამ თუ სწორად ვიცი, უნდა დატოვო. კი, ძალიან მალე რამოდენიმე დღეში მივემგზავრები ამერიკაში, ლას-ვეგასში დიდი ალბათობით ჩემს დარბაზს სადაც ვარჩევდი გავაგრძელებ. წესით და რიგით ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა მერაბის ბრძოლას დავარქვშევეჩვით, ჭიდაობს მერაბი საქართველოში თბილისში და არ გამოვიდოდა რომ არ ჩამოვსულიყავი და მერაბის შეხვედრას ველოდები, ორშაბათს დიდი ალბათობით ბილეთი უნდა აი ამ დღეებში გადავწყვიტავ და მივმგზავრები ლას-ვეგასში. რაფთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა, უბრალოდ ჯერ მინდა რომ დერიდერის ბრძოლაზე ვისაუბროთ. კარიერის ამ ეტაპზე ორივე მებრძოლს გჭირდებათ გამარჯვება. გასაგებია რომ კлау ინარჩუნებთ ადგილს საშუალო წონის ტოპში, მაგრამ ბოლო ბრძოლები არ წავიდა თქვენთვის, არც შენთვის, არც დერიდერისთვის, კარგად ვერ მიიღეთ ის შედეგი, რაც გსურდათ. და ახლა ისე ხდება რომ ერთმანეთს ხვდებით თან აშკარად წონის ცვლილებაზეც ორივე სუმცირე დაფიქრდით და მოსინჯვა მიდის 93 კილოგრამის. მისი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. არის თუ არა ეს შენი აზრით, აი შენთვისაც დამატებითი мотиваცია, როგორც დარწმუნებული ვარ დერიდერისთვის იქნება, რომ აი ახლა აუცილებლად უნდა მაქსიმალურად მივიღო ის შედეგი, რაც სურს. კარგი და სწორი შეკითხვა, ვფიქრობ, რომ აი ყველა ადამიანი აი ამ რაკურსით შეხედავს ამ სიტუაციას, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული იცვლება. მესმის მართალიც არის რომ ძალიან საჭიროა ჩემს კარიერას გამარჯვება, რაც განსაკუთრებული мотиваცია მაქვს მეთქი და ეს არის ამის მიზეზი ვერ ვიტყვი. მე სულ მონდომებული ვარ, სულ მინდა, სულ გამარჯვება მინდა. წონის შეცვლადაც თუ ვისაუბრებთ, უბრალოდ ვფიქრობ, აი ორგანიზმი ჩემი გადაიღალა ამ წონის კლებით, მით უმეტეს ძალიან აქტიურად ვცდილობ, რომ გამოვდიოს შეხვედრები მქონდეს და აი
ამ ბოლო დროს აღდგენა ვეღარ ვიგრძენ ისეთ შესაბამისი, როგორც ადრე მქონდა, ვიზუალურადაც თუ გადახედავ, აი აღარ ვიყავ ისეთ დიდი ბრძოლის დროს და ცოტა დავფიქრდით და მე ვიღდა ეს ყოტიება, რომ ჯობს 93. და ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგია, რომ დერი-დერი შემოთავაზეს, დერი-დერი მე მგონი მე-7 თუ მე-6 ადგილზეა 84-ში და 93-ში თუ არ ვწდები, 1FC-ში 83-ში გამოდიო. მე მგონი, ზუსტად არ ვიცი. 84-ის ჩემპიონიც იყო და 93-ის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯისთვის ჩემთვის ძალიან კარგი მეტოქეა. მით უმეტეს UFC 300 სწორად აანალიზებს, მე 3 ბრძოლა მაქვს მოგებული 93-ში. არასდროს არ წაგიგია 93-ში. და კარიერაში არა მარტო ეს კარგი პირველი ნაბიჯი იქნება ჩემთვის ამ წონაში. ანუ ჩემი შემდეგი შეკითხვა ეს იყო, შეგვიძლია უკვე დადასტურებულად თქვათ, რომ შენ 93-ის მებრძოლი ხარ და შემდეგი შენი ბრძოლები იქნება 93-ში. ხო, 93-ში. ამ ბოლო დროს ჭამა შემიყვარა. არა, უფრო კარგად ვზნობ ფიზიკურად თავს ნამდვილად აღდგენისთვის, აი 84-ს როდესაც გამოვდიოდი, იგივე წონას ვატარებდი მიახლოებით, მაგრამ მკაცრი დიეტა მჭირდებოდა ძალიან. და ძალიან ბევრი ზიანი მქონდა აი მომზადების პერიოდში. ის 2 თვე, როდესაც მკაცრი დიეტა მქონდა, ორგანიზმი ვერ ახერხებდა სწორად აღდგენას და საკმაოდ მირთულდებოდა თვითონ მომზადება და ბევრი ზიანიც მე მიიღია კონკრეტულ მარტო ამ 2 თვის პერიოდში. ამიტომ ვფიქრობ, ეს ჩემი ორგანიზმის, ჩემი კარიერისთვის ძალიან სწორი და მართებული ნაბიჯია. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ბრძოლებში შეგეტყო კიდეც. იმიტომ რომ იქ იყო რამდენიმე ესე ეპიზოდები ბადრო შევხედოთ, სადაც თითქოს მეტი ძალა გქონდა ხოლმე და იქ რაღაც კონკრეტულ პოზიციებში და ეგ ძალა არ ჩანდა. აი აღდგენის პრობლემა მქონდა უფრო. მომზადება, აი წარმოიდგინეთ, როგორც ჩვეულებრივ დღეში 2-ჯერ მინიმუმ რთული ვარჯიშები, სახში ბრუნდები და ნორმალურად ვერ ჭამ. იმ დახარჯულ ენერგიასაც აღდგენა ჭირდება და ვერ აკეთებ. შემდეგ რაღაც ზიანი გაქვს, იმის აღდგენასაც ვერ აკეთებ, ამიტომ ორგანიზმისთვის ძალიან რთული იყო. თავის მართლებები ნამდვილად არ მიყვარს. მე სულ კმაყოფილი ვარ ყველაფერით, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს კარიერაში, ან როგორც არ უნდა იყოს. უბრალოდ არის ობიექტური მიზეზები ალბათ, რატო ხდება ასე თუ ისე და ამის სწორად დანახვა არა საჭირო. საქართველოს ესტუმრა რაფი, როგორც შენ თქვი, RAF და მერაბ დვალიშვილია ჰედლაინერი, 8 ოლიმპიური ჩემპიონი გამოდის უშუალოდ ქარდზე. მაყურებელს ვეტყვი, რომ როცა ამ ვიდეოს წერთ, ჯერ რაფი არ არის ჩატარებული. შენი აზრი მინდა რომ მოვისმინო რაფზე, RAF-ზე. რაღაც შეხვედრები მქონდა, აი ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ, ვინც ახლოს არიან RAF-ს ორგანიზებას რაღაც თემებთან და ხვდები და იმ ისეთი კალიბრის ხალხი ჩამოდის ამ ხალხთან შესახვედრად, სასაუბროდ, რომ მე ვხვდები, რომ როგორი ძალა დგას ამ ორგანიზაციას უმაგრებს ზურგს. და ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან დიდი ნაბიჯია, იმიტომ რომ ასეთი გამართული, ასეთი დიდი, ასეთი ვარსკვლავებით სავსე ქარდი მე არ მინახავს რა. შეიძლება არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ დავფიქრდით 2 მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი co-main event-ია და main event-ი არის მერაბ დვალიშვილი სეხუდოს, ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანია, სასიხარულოა და მიხარო ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის ტურნირები უფრო ხშირად ტარდება. სხვათა შორის არასდროს არ იყო აქამდე რაფი ამერიკის გარეთ გასული და ახლოსაც პირველ მხრივ ხო და ახლოსაც არ არის ხარდი მართალი ხარისხობრივად ეს არის ჯერჯერობით საუკეთესო რაც გქონიათ. და კიდევ ერთი დიდი ორგანიზაცია ჩამოდის, დიდი იმ კუთხით რომ ცნობილი ნამდვილად BKFC ასევე ჩაატარებს საქართველოში ივენტს. თუ არ იცოდი. Bare Knuckle Fighting Championship. კონორი რომელი ორგანიზაციის რეკლამასაც აკეთებს. მაიკ პერი სადაც არის და ნეით დიას. ასევე გვესტუმრება საქართველოში. შემოდგომას. ისე რაფისგან თუ გქონია შემოთავაზება? აი რამოდენიმე ერთი კვირით ადრე სანამ ბრძოლას მივიღებდი, რაღაც კონკრეტულ საუბარსო დავიწყებთ UFC-თან. დამირეკა ალიმ და შემოთავაზა რაფი ჩაინიშნა საქართველოში, ხო არ გაინტერესებს, მეტოქის აუცილებლად ნახავ, თვითონ რაფს აინტერესებს შენ გამოხვიდე, მაგრამ მე ვთქვი რომ თუ რაიმე ერთ კვირაში არ გამოჩნდა, რატომაც არა.
რა თქმა უნდა, ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, მინდა ძალიან რომ აქ ვიყო, მაგრამ მომზადებას საზღვარგარეთ ყოფნა ჭირდება. ზოგადად შენ ერთხელ მითხარი მე რომ გრეპლინგით ისევ ხარ დაინტერესებული, ისევ რა თქმა უნდა სიამოვნებას განიჭებს და UFC-ს აქვს უკვე თავისი UFC BJJ. კი. თუ არის შესაძლებელი რომ იქ გნახოთ, რადგან აი მაგალითად გილბერტ ბერნსი უკვე იქით გამოდის. რამოდენიმეჯერ მქონდა შემოთავაზება რაღაცებს ვსაუბრობ, მაგრამ არის სირთულეები იმაში, რომ ბრძოლებს ემთხვევა ძალიან ხშირად. და როდესაც რაიმე ბრძოლაზე მაქვს საუბარი, აღარ განვიხილავ სხვა შემოთავაზებებს. როდესაც ასეთი რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს. ანუ თეორიულად თუ სიტყვაზე ისეთ დროს, სწორ დროს თუ შემოგთავაზები? კი. მქონდა რაღაც შემოთავაზებები, დავფიქრებულ ვარ კიდეც, მაგრამ აი ბრძოლების ამბავი ერთმანეთს ხელს უშლის. ანუ ისევ გაინტერესებს გრეპლინგი ზოგადად. გრეპლინგი სხვა შორის ვფიქრობ, რომ უფრო გამირთულდება, იმიტომ რომ აი ყოველდღე უნდა ჭიდაობდე. სხვა სპეციფიკა აქვს. დღესდღეობით უფრო დგომში ვცდილობ, რომ აქტიური ვიყო, უფრო მეტი ვივარჯიშო, ამიტომ როდესაც და თუ ჩამენიშნება გრეპლინგის რაიმე შეხვედრა, მომიწევს სრულად ჭიდაობას გადასვლა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ილიას მარცხს. ვერ დავივიწყეთ ამდენი ხნის შემდეგაც MMA-ის მაყურებლები, არა MMA-ის მაყურებლები ყველა ამაზე საუბრობდა და შენი აზრიც ბუნებრივია, საინტერესოა. რომან და თუ გაგვსურვილი რომ გაგვიზიარო. მე ვხდები რატომაც მოყვა ასეთი რეაქცია. ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები, ჩვენი გადასახედიდან ხედავთ ამ სიტუაციას. შიდა სამზარეულო ვიცით რა და როგორ ხდება. ისიც ვიცით როგორ უყვარვარ ჩვენს გულშემატკივარს, როგორ დგანან ჩვენს გვერდით. და ამ მილოს სიტუაცია მისის გვაჩვენა თუ როგორ ტკივათ მას ჩვენი ტკივილიზე ჩვენი მარცხი თუ გამარჯვებები უხარიათ. ამიტომ მე მათი რეაქცია მესმის, ძალიან მიხარია კიდევ ამასაც ვიტყვი, რომ ესე იგი ხალხი ვერ ეგუება და არ უნდა იმას შეეგუოს და 1000 გვარ მიზეზს ცდილობენ რომ ნახონ თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროა რომ წავაგეთ, მე ვფიქრობ რომ ეს არაფერს არ შეცვლის, რომ ილოს ძალიან ისეთი ხისტი ხასიათი აქვს, რაც ენერგიას მისცემს მე ეს თვითონ ყველაფერი რაც მოხდა და ილო კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. მაგრამ მე მესმის რატომაც მოხდა ეს ყველაფერი და ალბათ ამის გამო კიდევ უფრო მეტი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენს გულშემატკივარს, იმიტომ რომ მაინც ცდილობენ რომ რაღაც ისეთი ნახონ, რომ აი მიზეზი მოძებნონ თუ რატო მოხდა და რატო გვაქვს ეს შედეგი. თავარია თვითონ ილია არ ეძებს ესე მიზნებს. მე ვფიქრობ რომ მილოს სწორი ძლიერი დაბრუნება უნდა და იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მენტალურად მზად იყოს ამ ყველაფრისთვის, ამიტომ თავის გასამართლებელ საბუთებს არ ეძებს და ცდილობს რომ მოემზადოს შემდეგი ბრძოლისთვის. სწორად. რომან, შენც ხარ ერთ-ერთი ის ათლეტი, რომელიც წვერვალზე ისე ავიდა, რომ ნულიანი ჰქონდა, დაუმარცხებელი მებრძოლი იყო და ძალიან კარგი შედეგებიც ჰქონდა UFC-ში, თუმცა შენც დაკარგე ნულიანი, ეს ვიცით რომ სპორტის შემადგენელი ნაწილია. რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს აი ეს პირველი წაგება, როცა უკვე სტატუსი დაუმარცხებელი აღარ არის შენი. მე ჩემს მარცხს გავიხსენე პირველ მარცხს. იმ მომენტისთვის რა გამარჯვება მქონდა, არც იწაგება. ნოკაუტით დავიწყე UFC-ში, ნოკაუტით მოვიგე, საკმაოდ კარგად მივდიოდი. UFC-სგანაც დიდ თანადგომას ვზნობდი მაშინ. თუ რაც შეეხება იმ კონკრეტულ ემოციებს, რას ვგზნობდი, როდესაც წავაგე, ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული შეიცვალა ჩემში. მენტალურად ან თვითონ მომზადების ასპექტში. არ მესიამოვნო რა თქმა უნდა წაგება, რაღაც ჩემთვის ახალი იყო, გამოუცდელი. მაგრამ ესეც ჩვენი სპორტის ნაწილია. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა სპორტსმენი თავისი ამა თუ იმ ხასიათის ხარჯზე თავისებურად უდგება თითოეულ მოვლენას თავის კარიერაში. ალბათ მე ჩემებური ხედვა მაქვს და განსაკუთრებული ამას არაფერი არ შეუძლია. რა თქმა უნდა არ იყოს ასიამოვნო, როგორც ყოველი მარცხი, ორი აზრი არ არის. მაგრამ რაიმე განსაკუთრებული შეიცვალა, მეთქი მოგატყუებთ რო გითხრათ. ამიტომ მეც იმედი მაქვს და ვიცი რომ იმ ილოს
თან დაკავშირებით ეს მარცხი არაფერს არ შეცვლის. ცოტა მომავალზეც მინდა ვისაუბროთ, გასაგებია რენიერ დერიდერთან ბრძოლა გელოდება. წონის ცვლილებაც გითხარი რომ ეს გააქვს. კი ბატონო გადაწყვეტილი, გეტყობა კიდეც გააქვს გადაწყვეტილი ეს წონის ცვლილება. თუმცა შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც მხოლოდ UFC და MMA-ში მოღვაწეობს. ზოგისთვის ცუდია, ზოგისთვის კარგია. ზოგი ისეთ რაღაცებს მეუნებას წინს რომ რატომ მხოლოდ ბრძოლებს შევრა, მაგრამ ხო. ასეთია ჩემი ცხოვრების სიმართლე. რა ხდება სხვა მხრივ? MMA გავიგეთ, გავარკვიეთ, ვიცით უკვე რა გეგმები გაქვს. რა ხდება მეორე მხარეს, ბიზნესი, რომელიც სხვათა შორის ხაზს უსვამ ხოლმე, რომ ესეც შენი ცხოვრების ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილია. ნუ დავიწყოთ იქედან რომ მე სულ ვცდილობ რომ ხაზი გაუსვა იმ საკითხს რომ ჩვენ სპორტსმენები ვართ, სპორტი ძალიან დიდი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, მაგრამ უმთავრესი ნაწილი არ არის. ნიშნულოვანი ნაწილია, მაგრამ სხვა ასპექტები ძალიან ბევრი გვაქვს, სადაც წარმატებულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენი სპორტი ლოგიკურად და რეალურად თუ ვისაუბრებთ, ცხოვრების ნახევარია. დანარჩენი ნახევარი რჩება და ამ დანარჩენი ნახევარისთვის ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ. თუ ეს საფუძველი კარიერის თველობის დროს არ ჩაიყარა, შემდეგ ძალიან ძნელია რომ თავიდან დაიწყო რაღაც სხვა საქმიანობა ცხოვრებაში. მე მაქვს რაღაც ახალ-ახალი მიმართულებები, რაღაც ახალ-ახალი იდეები, რა თქმა უნდა, სულ მაქვს, არასდროს არ შემიძლია რომ მხოლოდ სპორტზე ვიყო კონცენტრირებული და ზუსტად აი ამიტომ, როდესაც რაიმე ბრძოლა მენიშნება, ვცდილობ რომ გამოვეთიშო ჩემს ჩვეულებრივ რეგულარულ ყოველდღიურ ცხოვრებას, რათა ფოკუსირება მოვახდინო ბრძოლებზე და დღესდღეობით მაგიტომაც მივემგზავრები ამერიკაში, რომ გადავერთო თავიდან ბოლომდე ბრძოლებზე. ვიცი რატომაც ჩემი გაინტერესებს რაღაც სიახლეები სულ მაქვს. რაღაც საცხობზე ვმუშაობთ ახლა ბათუმში და რაღაც ნიუანსები არის, მაგრამ ამ ეტაპისთვის, როდესაც მე თვითონ თავიდან ბოლომდე ჩართული არ ვარ, რა თქმა უნდა, არ მომწონს, იმიტომ რომ მაქსიმალისტი ვარ ყველაფერში, არა მხოლოდ სპორტის ცხოვრებაშიც ასე ვარ. და როდესაც ყველაფერი მზად იქნების როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. შემეძლობისთვის რაღაც მიწა შევიძინე, შეთანხმებებს ვაწარმოებთ ახლა თითქმის დავასრულეთ თვითონ პროექტი, რაღაც ბოლო ეტაპები დარჩა. ძალიან საკმაოდ და კარგი სიახლეები გველობა წინ. მაქვს რაღაც გეგმები. რაზეც შემდეგ აუცილებლად ცლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ფიქრობ ქართველი სპორტისტვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მექნება. ძალიან კარგი. დაახლოებით ხვდები, რაზეც არის საუბარი და კი ბატონო, როცა გაირკვევა ყველაფერი და როცა მოგინდება საუბარი, სიამოვნებით ერთ ადგილზე მოკლედ არ ვჩერდე. რა თქმა უნდა. ამირანი, შემდეგ დევი, არესი, ვინ იქნება შემდეგი? ნახე ვიდეო ძალიან გამიხარდა. აი, ჩვევათ მაქვს, აი არ ვთქვა, სანამ არ გაჩნდება ბავშვი, ახალი სიცოცხლე არ მოგვევლინება. ამიტომ ახლა თავ შევიკავებ, მაგრამ თვითონ პროგრესი მაქსიმალურად ექსკალაციის უმაღლეს წვერვალამდე მივიდა. უნდა მივიდე. გილოცავ რა ვიცი თქო, გილოცავ. ძალიან გამიხარდა და ძალიან მოგეწონებათ და გაგიკვირდებათ. სახელი ალბათ. ძალიან მიხარია რომ ან შენი ამბები, მიხარია რომ როგორც სპორტული კარიერა, ისე სპორტის გარეთ ბიზნესი იქნება, ეს ოჯახი იქნება თუ რა არის შენი წამოწყება ახალი, ყველაფერი კარგად მიდის. მადლობა ინტერვიუსთვის. სულ მიხარია ეს საუბარი შენთან. გისურვებ დერიდერთან გამარჯვებას და შემდეგ უკვე გამარჯვებულს დაბრუნებას საქართველოში, სადაც კიდე ერთხელ თუ ვისაუბრებთ, ძალიან გამიხარდება. ძალა ერთობაში. ძალა ერთობაში. მადლობა.